2025 წლის იანვარ-სექტემბერში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, რაც პრინციპში რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ამ რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად თავად სექტორი კონკრეტულ გამოწვევებზე საუბრობს. Რა აწუხებს ტურისტულ სექტორს? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ცოტნე ჯაფარიძე, Traffic Travel-ის დამფუძნებელი გვერდდება. ცოტნე, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ცოტნე, პრინციპში თავარი თემით გადავალ უახლესი მონაცემებით, რომლის მიხედვითაც უცხოელი ტურისტების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. მე პირდაპირ გითხავთ, საინტერესოა თავად სექტორი რამდენად გრძნობს ამ ზრდის დინამიკას. ხო, ესე იგი, ეს რიცხვები რაც გამოქვეყნდა, რაც ქვეყნდება ხოლმე, ზოგადად ჩემში სკეპტიციზმს იწვევს, იმიტომ რომ ჯერ ნდობის ხარისხი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ჩემ შემთხვევაში ძალიან დაბალია და არ მაქვს ნდობა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაგის გარდა ის ჩემი თვალითაც ხედავდა, რაც ვნახე წელს, იმის გათვალისწინებით, რომ მოვიარე როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე მთელი საქართველო, ეს იქნება თუშეთი, იქნება სვანეთი, იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილი, თან არაერთხელ ვიყავი მაღალ სეზონზე, აგვისტო, ივლისი, სექტემბერიც. რეალურად თვალში საცემია იმ ტურისტების რაოდენობის შემცირება, რომლებიც რეალურად საქართველოში დოვლას ქმნიდნენ და შემოქონდათ უცხოური ფული, ასე ვთქვათ. რა ისეთ შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ნაწილობრივ. ან უცხოური ფულის წყაროდ. ყველგან აბსოლუტურად ჭარბობდა ქართველი ტურისტი, რაც კარგია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შიდა ტურიზმი ვითარდება, ხალხი ეცნობა თავის ქვეყანას, კულტურას, ისტორიას, მაგრამ რეალურად ის შემოსავალი, რომელიც უნდა გენერირდებოდეს ტურიზმის სფეროში, ფაქტია, რომ შემცირებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ტრადიციული ბაზრები, საიდანაც ყოველთვის ჩამოდიოდნენ სტუმრები, რომელსაც მართლა შექონდათ კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, ამ ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, აი თვალშიც ხდება, რომ თქვათ გერმანელი იქნება თუ ინგლისელი იქნება თუ ამერიკელი, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორც სვანეთია და თუშეთი, სადაც ყველაზე მეტად ეტანებიან ეგეთ რეგიონებს, იმიტომ რომ ხელშეუხებელი ბუნება აქვს ჭყალებში, ასე ვთქვათ, და ზუსტად ეს იზიდავთ მათ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ხალხს ვერ გავაკვირებთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით და რაღაცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ უნდათ ზუსტად აი ბუნებასთან სიახლოვე, უნდათ ასევე ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ პროდუქტებზე, ეზიარონ ქართულ ღვინოს და რეალურად ეს ის ხალხია, ვინც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ჩვენ ტურიზმის სფეროში განვითარდით, ვისწავლეთ მომსახურება, თქვათ სიტყვაზე რაც იყო ხდებოდა 20 წლის წინ და რაც ხდება დღეს, დღეს ცოტა მძიმე სიტუაცია, მაგრამ თქვათ რომ განვითარდით თქვათ ამ ტურისტებთან ერთად, იმიტომ რომ როცა ადამიანი იხდის გარკვეულ საფასურს მომსახურებაში, შესაბამისად ის ელის სათანადო მომსახურების მიღებას. და ეს ჩვენ ვისწავლეთ ზუსტად გერმანელი იქნება, ფრანგი და თუ ამერიკელი ტურისტებიდან, იმიტომ რომ როგორი მანქანა დავახვედროთ სასტუმრო, როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს სასტუმროს ნომერი, რომ მოვლენ კერძები, როგორ უნდა შევთავაზოთ, მაგალითად აი თუ გავიხსენებთ 20 წლის წინ ყველა რესტორანში ერთ იგივე მენიუ იყო აბსოლუტურად, დღეს უკვე არის საავტორო მენიუებია, წამოიწიან წინ ადგილურმა შეფებმა და დაფასდა მათი შრომა, რაც მადლობის მეტი დაგვეთქმის. ანუ განვითარდით, წინ წავედით, ღვინის სფეროს სექტორის წინ წავიდა, უკეთესი და უკეთესი ღვინო იწარმოება, ნატურალურ ღვინოებზე მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი. და ეს ზუსტად ამ ხალხის დამსახურება, ვინც რეალურად ქმნის ამინს ტურიზმში. ცოტნე, ძალიან საინტერესო გარემოებას შეეხე ამ მიმართულებით, რომ არ ჩაგეკითხო არ შემიძლია. თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ტრადიციული მიმართულებები უკვე ნაკლებად გვხვდება. საინტერესოა მაშინ რა მიმართულებებით ჩანაცვლდა და ასევე საინტერესოა რა სეგმენტზე ვართ ორიენტირებული დღეს ტურისტული მიმართულებით. ახლა ევროპელი ტურისტები ეს იყვნენ მაღალმხარჯველობითი უნარით გამორჩეული ტურისტები. დღეს რა სეგმენტზე ვაკეთებთ აქცენტს და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან ჩვენი ტურისტული პოტენციალით? ხო, მე მგონი ეს აქცენტი და ფოკუსირება საერთოდ დაკარგული გვაქვს და უბრალოდ რაღაც ქაოტურად ხდება ტურიზმის სექტორის, ასე ვთქვათ, წინსვლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ტურიზმის სფეროს არსებობა ზოგადად რა. იმიტომ რომ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თქვათ წელს დაიწყო პირდაპირ ფრენები British Airways-მა ლონდონიდან და ასევე EasyJet-მაც დაიწყო ფრენა ლონდონიდან, რომელიც ძალიან საინტერესო ბაზარია და მართლა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიძლება შეიტანონ ტურიზმის სექტორში ბრიტანულმა ტურისტებმა, მაგრამ საერთოდ არანაირი PR კამპანია არ ჩატარებულა, არც არანაირი როლიკი გამზადება, როლიკი გაშვებულა სარეკლამო საქართველოს შესახებ ბრიტანეთში და რეალურად ამ ფრენებმა დიდად ვერაფერი ვერ შეცვალა. იმიტომ რომ ვინც ყავდა თქვა ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტი, რო ვკითხე, არც ვიღაცამ უთხრა და ურჩია და იმიტომ ჩამოვიდნენ და არა იმიტომ რომ სადღაც რაღაც მარკეტინგულ კამპანიას შეესწრო. არასინქრონული
მუშაობის ხო, პრეცედენტი. კი ბატონო, ასევე საფრანგეთის მიმართულებით დაიწყო კიდე პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენა ფრანგულმა ავიაკომპანიამ, შვეიცარიის მიმართულებით, რაც სწორი სტრატეგიის და სწორი ხედვების შემთხვევაში ძალიან კარგია და ძალიან წარადგება ტურიზმს ახალი პირდაპირ ფრენები, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა ბაზარზე, ჭარბობენ ისევ თქვათ აზიელი ტურისტები, არის თქვათ ინდოეთისგან ჩამოსული სტუმრები, რომლებსაც თითქოს რაღაც PR კამპანიები ჩავატარეთ იქ, რომ ქორწილების მიმართულებად გამოცხადებული იყო საქართველოს, მაგრამ ამასაც ვერ შევხედავ სკეპტიციზმის გარეშე, იმიტომ რომ ინდოელებს სჭირდებათ ვიზა საქართველოში ჩამოვიდნენ და არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ რაღაცა მაგალითად ჩამოდის ორი ოჯახი ერთად სამოგზაუროდ და საზღვარზე ნახევარს უშვებენ, ნახევარს უკან აბრუნებენ და ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება ბაზარზე გააკეთო აქცენტი, საიდანაც ადამიანის ჩამოსვლა პრობლემატურია და ყოველი მგზავრი უკან გაბრუნებული მგზავრი ამა თუ იმ ქვეყნიდან ნიშნავს საკმაოდ დიდი ანტირეკლამაა და ნიშნავს რომ ძალიან ვიღაცები კიდე აღარ ჩამოვლენ, იმიტომ რომ არც გარისკავენ უბრალოდ ბილეთის აღებას და ტურის ყიდვას, იმიტომ რომ არც იცის ყველა მიზეზის გამაჟღარში შეიძლება გააბრუნონ საზღვრიდან უკან და აი ეს არეულობა ტურიზმის სექტორში და სფეროში ზოგადად საფრთხეს უქმნის მთლიან სექტორს და მთლიან ეკონომიკასაც, იმიტომ რომ ტურიზმი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის, წყარო უცხოური ფულის და ეხლა ეს საკმაოდ უკანა პლანზეა დახეული და ხვალ რა იქნება არავინ არ ვიცით უბრალოდ ზოგადად რა. ცოტნე ახსენეთ კიდეც თქვენ ის საიმიჯო კამპანიები, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ აწარმოა მიმდინარე წელს, საკმაოდ აქტიურად ხდებოდა ინდოეთის მიმართულება, აზიის მიმართულება. თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ამ მიმართულებით ორიენტირის სწორება? რატომ მაგალითად ინდოეთის ბაზარი, რატომ კორეის ბაზარი იგივე, რატომ გადავუხვიეთ დასავლური მიმართულებიდან ამ ახალ მიმართულებაზე, რომელსაც როგორც თქვენს ახსენეთ, გარკვეული ხარვეზები, მსუბუქად რომ თქვა, თან ახლავს? ხო, ამაზე მე ერთი შეხედულება მაქვს და ჩემი მოსაზრებაა ეს და ალბათ რეალობასთან ახლოა რა, როგორც ქვეყანამ შეიცვალა კურსი მთლიანად, საგარეო კურსი, პოლიტიკური კურსი და ვართ აბსოლუტურად ყველანაირი რადარიდან ამოვარდნილი და ყველანაირი არანაირი შეხვედრაზეც აღარ ეძახიან საქართველოს წარმომადგენლებს, კიდაც შეგვიძლია ჩინეთი გავხსენოთ, სადაც ჩასული იყო სომხეთის და აზერბაიჯანის და ჩვენ ვითვლებით, რომ ჩინეთის და საქართველოს ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რაც მოეწერა ხელი და მას შემდეგ მე უბიზოც ამოქმედა ჩინეთს და საქართველოს შორის, იმ შეხვედრაზეც კი არ მიგვიწევს, ანუ დასავლურ ქვეყნებშიც არ გვიწევენ, იქაც არ გვიწევენ, სადაც ვითომ გვინდა რომ პრიორიტეტული ბაზარი გახდეს, ხო და აი აღრეული გვაქვს მთლიანად ეს სტრატეგია, შესაბამისად ქვეყნის მიმართულება საითაც მიდის ეს აისახება ტურიზმის სფეროზეც ჩემი აზრით და იმიტომაც არის რომ რეალურად შემცირდა იმ ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მართლა ქმნიან ეკონომიკაში დოვლაც და წვრილი შეაქვთ და ამის მიზეზი არის ის, რომ რომელი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდიც არ უნდა გავხსნათ ან ვცადოთ საქართველოს ინფორმაციის მოძებნა ამა თუ იმ წყაროში, მხოლოდ და მხოლოდ იწერება უარყოფითი ინფორმაცია საქართველოსზე და ეს აისახება, რა თქმა უნდა, ტურიზმზეც და სტუმართმასპინძლობის სფეროზეც და ალბათ ნუ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რადგანაც ამ ხრივ პრობლემები გვაქვს, მაშინ გავაქტიურდეთ სხვა ალტერნატიურ ბაზრებზე, რომ მთლიან ტურიზმის სფერო არ ჩამოგვეშალოს და ალბათ ეს არის მიზეზი ჩემი აზრით. მე სხვა მიზეზს ვერაფერს ვერ ხედავ. კი ბატონო. ცოტნე რომ წარმოვადგენინოთ ჩვენს მაყურებელს, თავად ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს ჰორეკას სექტორი, იქნება ეს სამასპინძლო ბიზნესი და ასე შემდეგ, რითი განსხვავდება ევროპელი და აზიელი ტურისტი ერთმანეთისგან სექტორში ერთი მიმართულება და ერთი კულტურა რას ტოვებს და მეორე მიმართულება რას? აი ეს რომ უფრო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებელისთვის. ხო, ჩვენ ვართ ანუ იდენტიფიცირდებით როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. რატო? იმიტომ რომ ვართ ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა ვართ სოფლიოში. გვაქვს ჩვენი სამართალი დაფუძნებულია რომის სამართალზე, როგორც ის ევროპულ ქვეყნებში და სვამთ ღვინოს. ეს არის პირველი მთავარი მოდის ქრისტიანობიდან, რომ არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი კათოლიკე, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და საქართველო არის ბოლო ქვეყანა თუ მივდივართ აღმოსავლეთისკენ, რის შემდეგაც ეს ცივილიზაცია თავდება. შესაბამისად ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არის სამზარეულოც და არის ასევე ღვინოც. ორივე აი გულახსენად შემიძლია ვთქვა, რომ იმიტომ არა რომ ქართველები ვართ და ამ ქვეყნის შვილები, სამზარეულო მართლა ძალიან მდიდარი გვაქვს და მრავალფეროვანი და ასევე ღვინის სექტორშიც საკმაოდ ჩვენი პოზიცია გვაგვაჩნია უკვე ასე თუ ისე ბევრ ქვეყანაში. ეს ორი ნაწილი, ეს ორი შემადგენელი ნაწილია რა ორივე ერთმანეთის ღვინო და სამზარეულო. აზიიდან ჩამოსული სტუმრებისთვის საერთოდ არ არის საინტერესო. ანუ ავტომატურად მეღვინეები, კაფეები
რესტორნები, რომლებიც ტრადიციულ ქართულ კერძებს თავაზობენ სტუმრებს, ავტომატურად ეს რგოლი უკვე ხდება ნაკლებად საინტერესო ჩამოსული სტუმრებისთვის, ანუ უკვე ვაწყდებით იმას, რომ ამ სექტორს პრობლემა ექნება უკვე, იმიტომ რომ იმ შემოსავლის მიღებას ვეღარ ახერხებენ, რომელიც უნდა მიეღოთ, რომელსაც იღებდნენ წლების წინ, რომელსაც ეხლა ვეღარ იღებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი კულტურის ნაწილი პირდაპირ, ანუ სავიზიტო ბარათი ჩვენი ამოვარდნილია ამ აზიერების შემთხვევაში და უნდა გადავეწყოთ მე რაღაც ჰალალ საჭმელზე რაც უალკოჰოლო ღვინოზე ალბათ, რაც ნუ მარაზმია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თავარი ერთ-ერთი ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი არის უინტერესო მათთვის, ამიტომაც არის მომრავლებული ამდენი ინდური რესტორანი, არაბული რესტორანი, შაურმები, რაღაც კაბაბები და აზიური სამზარეულოები, იმიტომ რომ ეს ხალხი რო ჩამოდის აზიური ქვეყნებიდან, ჩვენ რესტორნებში არ დადიან და ურჩევნად ისევ მიირთვან ის კერძები, რაც იციან და რაზეც მოთხოვნა აქვთ ზოგადად თვითონ. და ის რესტორნები, რომლებიც მართლა თავას და მეღვინეობა იქნება თუ საოჯახო სამზარეულოები, საოჯახო სასტუმროები, ამათ უკვე ავტომატურად კლიენტურის რაოდენობა შემომცირდება. კი ბატონო, ცოტა დრო დაგვრჩა ცოტნე და პროგნოზებიც მინდა მოვისმინო თქვენგან 8%-იანი მატება გვაქვს როგორც ვახსენე დასაწყისში 9 თვის მონაცემებით წლიურ ჭრილში ამ ოფიციალური სტატისტიკის გათვალისწინებითაც თუნდაც როგორი არის თქვენი პროგნოზი რა პროცენტულ ჭრილში ელოდებით მატებას ხო ცოტა პროგნოზის დამაინდებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ ეხლა თქვა სამთრის სეზონი მოდის მალე და უკვე არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ თუ გუდაურში რა სიტუაციაა და თუ როგორ არ მომზადება როგორ ამ ზაფხულში უნდა მოხდეს ყველა სამუშაო იქ იმიტომ რომ შემდეგ თოვლი რომ მოვა გამორიცხულია ის მუშაობა ამ ტრასების მომზადება ქვებიდან გაწმენდა საბაგიროების შემოწმება რაც სავალდებულოა ყოველ წელს ანუ უკვე ზამთარს უკვე შიშით უყურებ რაც ზამთარსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაში აქვს ტურიზმში და ზოგადად საით ვიდეო და როგორ რა იქნება მომავალ წელს ძალიან მიჭირს დადებითი პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ უფრო და უფრო, რასაც ვუყურებთ ახლა დღესაც ახალი კანონი მიიღეს და გამკაცდა კიდე პირბადის სტარებაზე და ქუჩის გადაკეთებაზე, რაღაც დრაკონული რაღაც მეგონი რუსეთსაც გავასწარით, პოლიპატიმრების რაოდენობაში გავასწარით უკვე პერ კაპიტა რო ავიღოთ გავასწარით. და ამიტომ აი ყველაფერი ამის შემხედვარი სიმართლე გითხრათ საკმაოდ ეს ბუნდოვან ფერებში ვხედავ ტურიზმის ხვალინდელ დღეს. ცოტნე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ცოტნე ჯაფარიძე ტრაფიკ ტრეველის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით იმ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა სულ ახლახანს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და რომლის მიხედვითაც 9 თვეში 8%-იანი მატებაა ტურისტების მიმართულებით და ასევე საუბრობდით რა თქმა უნდა თავად ტურისტული სექტორის განწყობებთან დაკავშირებით.